დილამშვიდობისაც მაკაცო. მელოდები. მიუხედავად იმისა, რომ მარტია ნაყინავია და სანამ მანქანა ხურდება და მე ამ კაცურკაცო საუბრები ფერმაზე მინდოდა მისაყვანა, მაგრამ ზედმეტად პატარაა და შეიძლება რაღაცა შეჭამოს. დილამშვიდობისაც ჩემო მეგობრებო, ჩემო გამომწერებო. დღეს 3 მარტია და პირველ რიგში დედაჩემს და ყველა დედას გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ იმას, რომ თქვენ სახეზე ღიმილის მიზეზი სრულყოფილი იყოს და ჩემი ოჯახის ტკივილი და როგორც უმეტესობის ტკივილი არის ემიგრაცია და იმასაც ვისურვებ და გისურვებთ, რომ საქართველოს გარეთ მხოლოდ დასასვენებლად წასულიყოს ჩვენი დედები, ჩვენი დები თუ ჩვენი ოჯახის წევრები. აყვავებული, კაი სანახავია რა ყველაფერი, ხა ჩემი მანქანის ხმაური ფარავს, თორე ჩიტების ჩიკჩიკის ხმა ისმოდა. ესეც კიდევ ერთი მეგობარი, ჩემი გამოზრდილი კაცური კაცი. და სიტყვით, გიოჯან. ჩემ მეორე. საწვავი ჩავისხათ და წავიდეთ ფერმაზე. ყველას კარგი დღე, ხო, აქვე ერთი პატარა ნიუანსი. იმის შესახებ რომ დავდე ვიდეო, რომ ყოველდღიური ვიდეოები ჩაწერას, daily vlog-ები ჩაწერას ვაპირებდი, უამრავი გამოხმაურება მოყვა, უამრავი კომენტარი და პირადი წერილი მოყვა, მაგას წარმატებები მისურვეთ ასე შემდეგ, თუმცა ვიდეო დავდე YouTube-ზე, სამწუხაროდ ფორმატი დიდი აქვს და ამიტომ ვერ ტვირთავ ვერც Facebook-ზე და ვერც სხვაგან და სულ რაღაც 140 ნახვა ჰქონდა, როცა 200-ზე მეტი SMS-ი შემომივიდა და წარმატება მისურვეთ და გულთბილი სიტყვები, რისთვისაც უღრმესი მადლობა, თუმცა ვიდეოსაც თუ უყურებთ, კარგი იქნება არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ყველას სასიამოვნო დღე, როგორც იქნა მზე გამოვიდა, თუმცა ერთი დღით. ხო არ ჩანან, მაგრამ ვიცი რომ მელოდებიან და ამად გარეშე გუშინ ცუდი ამინდი იყო და გარეთ არ იყვნენ გამოსული და ეხლა დარწმუნებული ვარო გარეთ არიან და მე მელოდებიან. გითხარით, უყურეთ. აი ბატონო. წონძის კუკლა და მისი ფეხმარდი მეგობარი. მეგობარი რა დედმამიშვილი. ნახოთ ჩხუბის ხასიათზე თუ აი ესე. თან გუშინ არ ვიყავი დილამშვიდობისა. რა შვებით? ხო. რა იყო ჯონჯის კუკლა? კაჭამო საჭმელი? ხო. ვა, სიახლოვე როგორ მომენა. კაი გაჭმევსიო ბოდიში. ბოდიში მოდი. ჩხუბის ხასიათზე რატო არ ხარ გოგო მითხარი? კატები კი კარგია, მაგრამ ციური გადაგვერება წავა. ციური დავხდება ხა. შედი. ხორული რა იყო და ხორის წარბები ექნა, მაგრამ შეჭმუხნული და სად იყავი აქამდე. ჩემო მე პატრონეო მეტყვის. ჩემო უპასუხისმგებლო მე პატრონა, ჯერ სხვის ასაჭმევ და მეო და შენს ასო. და მართალიც იქნება ალბათონი ციური. აი ესეთ კომბინირებულ საჭმელს ვაჭმევ. ქალბატონ ციურის და პაწეს. მიუხედავად იმისა, რომ წელს რაყანაც მქონდა მთლიანად მაგათმა შეჭამეს, რა ხეხილიც ჩემ ბაღში იყო მთლიანად მაგათმა შეჭამეს. ერთი ჩემი მანქანის პრიცეპი ნესვი საზამთრო და ბევრი რაღაცა შეჭამეს, მაინც ესე მომიწია ყიდვა, თუმცა რა უშავს წელს ბლომად ყანას ვიზამ და ყველაფერს ვიზამ ბლომად იმისთვის, რომ ქალბატონი ციურისთვის, პაწესთვის და მისი შვილების რა იყო და ნაგრამისთვის და გასამრავლებლად მეტი საშუალება იყოს, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ დღეს კაი ამინდია და რამდენი მიუხედავად იმისა, მაინც ესე წყალს ვუთფობ და ცხელი წყლით ვცდილობ, რომ ეს კომბინირებული საჭმელი გაუზავო ქალბატონებს. რომ აღარ მოუწიოთ ცივის ჭამა. სიცივეში თუ ზაფხულში
ას ჭირდებათ ამბა. გაზაფხულის დილა ქარი უბერავს. როგორა ტექსტი გახსოვთ? ქარი უბერავს დაისიო თუ აისიო. ნახე ჭყელამბოა. ხო. რომელსაა კაჭხვირი გამოყოფილი? გასარი გას. აბა პიდა. წადი გასარი. ჭხვირს ნუყობ. აწე. შეგანდა როგორ კოკაინ განაყნოსი ვით ახსვი. ბოლოში დამჩა ეთყობა კარგად გასაცდენ. ესე იგი, ზოგმა ადამიანმა და გამომწერვა გამოთქვა პრეტენზია, რომ რა არისო ესო რა ტალახში არიანო. ხო და ცემენტის პრობლემა არ გექნებათ მოგიტანთ. რამდენიც გინდათ. და ეხა აზომეთ, დაზომეთ, სად რამდენი უნდა დაასხათ. სად რამდენი მოხრეშვა და გასწორება გიწევთ და დასხეთ. თქვენ ვირის შვილებო თქვენ. დიდად დაგეგმარება და რაღაცების დაგეგმა არ მიყვარს. მოულოდნელობა მირჩევნია, მაგრამ საქმეს მოულოდნელობა არ უყვარს. შესაბამისად, ეხლა რომ დავიგეგმოთ რას როგორ ვაკეთებთ, არის ის რომ ეს კრამიტები, რომელიც აქ მილაგია და ფანჩატურისთვის მოტანილი, აღმოჩნდა ცუდ ადგილას დალაგებული, იმიტომ რომ ზაბორი მინდა იქით გადავწიოთ ძველი ზაბორი, სადღაც აქ გადიოდა. შესაბამისად, სადღაც უნდა გადავდო, მაგრამ ისიც ვერ მომიფიქრე ფანჩატური სად გავაკეთო, იქ ვფიქრობ, რადგანაც ვიზუალურად და ისეც ლამაზი ადგილი იქნება. და შესაბამისად, არ ვიცი ჯერ მესერი უნდა გავაკეთო და მე გამოშკება, მაგრამ შორს წაღებასაც ამ კრამიტების აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მე ისევ ახლოს იქნება მოსატანი და ვფიქრობ სადღაც ისევ აქ დავალაგო. რომ მე საწვალებელი და ისევ ჩემი სათრევი არ გახდეს. ჩემო ბატონო, თან კიდევ მოქვს მოსატანი, ეგ ვიცი რომ არ მეყოფა. გაზაფხულის დილა ქარი უბერავს ლაითი.
ხანდახან რომ მეკითხებიან რამდენად რთული ხასიათი გაქვსო მაგალითი სახეზია ხო შეიძლება ადამიანმა სადღაც მიაყარო ისე დაყარო მაინც უნდა არა სიმეტრია ყველაფერში სიმეტრიულად ერთმანეთზე დალაგებული რაღაცა ერქმევა ამას ფსიქოლოგიაში რაღაცა მაგ მდგომარეობას ვიღებ ვალაგებ თუ რამე შვები ყველაფერში უნდა იყოს სიმეტრია რატო ხდება მე თვითონაც არ ვიცი თუ ვინმე მიცით გამაგებინეთ დამიწერეთ კომენტარებში ან ისე მომწერეთ პირადში ხა ზურგი მერგინ ცოტა ხანი შევისვენოთ და ერთი ჭიქა კარგი ყანალექიანი ყავა დავლიოთ თუმცა კიდევ უფრო კარგი ყავას დამპირნე და იმედი ეგ ამბავიც გამოვა ხოლო რაც შეეხება საქმეს თან ყავა და თან საქმე ინტერნეტი არ გვაქვს სხვათა შორის თუ ვინმეს რამე კითხვები გექნება თან რაღაცა რამდენიმე ამოვიღებ ხოლმე ანუ დავსკრინავ და წავიკითხავ თორე იმდენად ხალხი ხანდახან იმდენად ფილს სიტყვას მეუბნება რომ მე თვითონ მიგვის რით დავემსახურე ეგ ყველაფერი ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და მესმის რომ ზოგი მიჩვეულია Facebook-ზე ყურებას ან Instagram-ზე ან TikTok-ზე მაგრამ არა იმის საშუალება რომ 20 წუთიანი 25 წუთიანი ვიდეოები ავტვირთო და ჩემ და სამწუხაროდ თუ daily vlog-ი მინდა ეხა 5 წუთიანი და 7 წუთიანი ვერ გამოვა და თან უინტერესო იქნება ამიტომ გთხოვთ გადახვიდეთ YouTube-ზე და იქაც გამოიწეროთ არხი და დაგვიწეროთ კომენტარი ხოლო ვინც YouTube-ზე გვიყურებთ იმ 710 კაცს ყველას უღმესი მადლობა ხოლო ეხლა რაც შეეხება საქმეს დაახლოებით და მემართულებით იმ თხილის ცოტა აქეთ რომ მოუწიოს აი იმ თხილის და მე უკვე დავიწყებ მიწის იმას რო ქვია დაბურღვას აკაციის სარების დასასვავად და მე ისე უნდა გავყვეთ და დაახლოებით აი ბოლო ის რო ჩანს კაკლის ხე იქამდე მაინც უნდა ჩავყვეთ სანამდე აკაცია გვეყოფა და მე რაღაცას მომიფიქრებთ კიდე თვალი მაქვს არავინ არ თქვას თარაზუ არ მჭირდება ისე ვასწორებ აი ეს ახლა დავიწყებ დაბურღვას იქედან მოვყვები და დაახლოებით მეტრ ნახევარში დავბურღავ რომ აკაციის სარები ჩავაღოლო და მე აი ესე უნდა გავყვე ну ეს ხეები ხელსაც შეგვიშლის დუდიქ ეცერეს გავუკეთებთ ანუ მოვჭრით მე სარეს ჩავალაგებთ ლამაზად წავედით გვეყო ყავაწრუბიობა ხო აქვე სანამ დაბურღვას დავიწყებ აი ესეთი საბურღი ყველა ფერმერს უნდა კონდეს ჩემი აზრით თუმცა სათამაშო არა რადგანაც შეიძლება რაღაცა დაიზიანო მაგრამ ძალიან იოლია მე არასდროს მიხმარია არასდროს გავამიყენებია და პირველივე დღესვე იოლად გავუმკლავდი კი ბატონო ცოტა ძალას მოიხმარს და ყურადღებას და პლუს ამას ერთი მინუსი აქვს როდესაც ეს პირი ჩადის ქვემოთ უკან ვეღარ ატრიალებს და ხელით გიწევს ამოღება და ფესვებიან ადგილას ცოტა რთული იქნება სხვა მხრივ ძალიან მარტივი და ძალიან გენიალური რაღაცაა დაახლოებით საცელავის პრინციპი აქვს მოტორი იგივეა პირები რა სხვადასხვა ზომის იყიდება და ვის როგორ გჭირდებათ იმის მიხედვით ეხა მე მეტი მსხვილი ფაქტურა ისეთი არაფერი მჭირდებოდა სარების და საბურის რაღაცა დასასვავად ვინ და პლუს ამას ჩვეულებრივად ბენზინი ანუ როგორც საცელავს ზედგარეულ ბენზინს ჩაასხავთ და მუშაობს უპრობლემოდ ვისაც მსგავსი ტექნიკის შეძენა გსურთ გურიაში აჭარაში ბათუმში ერთი ჩემი მეგობარი მუშაობს მსგავს ტექნიკის ძალიან კარგ მაღაზიაში და ჩემი ხათრით და მეგობრობის ხათრით შეუძლია ძალიან კარგი და გამძლე და ხარისხიანი ნივთები შემოგთავაზოთ თქვენთვის მისაღებად ვისაც გსურთ ან დაგჭირდებათ შეგიძლიათ შემეხმიანოთ და მე დაგაკვალიანებთ აუცილებლად
რომ არ მოგატყუოთ არც ისეთ მცირე ძალის ხმევას და ძალას მოითხოვს როგორც წეღან თქვი, იმიტომ რომ რაც უფრო რთულია მიწა იმ კუთხით რომ ფესვები და რაღაცეები ხვდება და ქვები, მით უფრო რთულია განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა ჩასვლაზეც დახმარება და ძალის გამოყენება გიწევს და ამოღებაზეც ორმოდან. თუმცა შედეგი დაახლოებით აი ასეთია, რაც ღობისთვის საკმარისზე მეტია. მით უმეტეს როცა ასეთი შიდა მესეს და ღობეს აკეთებ, სადაც არც ყოველი შეეხება და არც არაფერი და not bad. ჩავთვალოთ საუნიდან ახალ ვა, კარგი იყო. მაგრამ საქმე ისაა, რომ დაახლოებით 15 წუთში ვქენი ეს ყველა ორმო, რაც მინდა და ახლა გამეკეთებინა. ეკი ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია და ვხდები, რომ აი ესეც გავაბაძაფი და გავყვე რასაც შევძლებ. მე ცოტა ხან შევისვენებ და ისევ გავყვები. რატომაც არა. ორმოში წყალი ჩადგაო. ხო და ბარემ აქეთ ხარისაც გავყევი. სანამდე ეს ბაწარია გაბმული აი ბამბუკამდე. ხო და ეს ხოთაშორის ველური ნიორია ჩვეულებრივად იჭმება. ისი თქვა მინდა. საბურღი გენიალური რაღაცაა, მაგრამ უდიდესი მინუსი აქვს, როცა ასე ხეებში და ტოტებში და ფესვებში გიწევს გაბურღო. რადგანაც იჭედება, უკანა მოსასვლელი არა აქვს, ეგრეთ წოდებული ზადენი. და უდიდეს ენერგიას მოითხოვს, რომ მე ისე უკანა მოიღო. ან იმხელა ძალით უნდა დააწვე და ისე გააბურღინო, რომ იმ ფესვიანა გაგლიჯოს და ჩავიდეს და ასე იქნება თუ ისე იქნება, უდიდესი ენერგია მეაქვს მაინც და როცა დღეში რამდენიმე ათეული და ორმოა მოსათხელი მით უმეტეს ასეთ ადგილას, ძალიან რთულია და მე ვფიქრობ, რომ რთული იქნება თუ ასეულ ორმოებზე საუბარი, მაგრამ რადგანაც ფერმა ჩემია, საქმე ჩემია და ასე ვთქვათ, ასად მეჩქარება, ეს საკმარისია. ეხლა წავიხემსოთ, ოღონდ ხომსიჯერ მოვიპოვოთ, მერე წავიხემსოთ და დრო რომ მოგრჩება, იმ აკაციებს ოდნავს წაუთლი, ანუ ბოლომდე წათლა არ ჭირდება, იმიტომ რომ ხელა ორმოა მოთხრილი, ჩვეულებრივად იმას ისამს და სარებს გავამზადებ. და ხვალ დავასვავ. ამას მაინც რაც მოქვს მოთხრილი. ჯერ შუა დღეა, ყველაფერი წინ არის. ჭიის ამოსვლის ტუტორიალის გვაქვს პირდაპირ ეთერში და ბინძურ ხელებს არ ვიმჩნევთ. ამაღლა ტყეში ნამუშევარ კაც. თავარია საჭმელია შეჯამოსაცვა ხელებით და დანარჩენ ყველაფერს ეშველება. აი. მე დიშოს არც მიდის ეს საწყალი. ვინმე მაღაზიას თუ გაქვთ სურვილი უკეთესი ანკესის გამოგზავნის, არ ვიქნები წინააღმდეგი. ერთ სალანკეზია საუბარი, რომელიც სანამდეც გინდა იქამდე რომ მაინც მიაღწევს. ფინიშზე რომ არ მინდა ფინიში. აბადა ოხ. მოსობაში 4 საათია ზუსტად, ხო და დიდი ვერაფერი თავები დავიჭირე, მაგრამ ხო მოვიდა. დიახ, მაგ შენზე ვსაუბრობდი ზუსტად, ხო და ფერბაზე კაც ამაზე კარგი საჭმელი რა უნდა მოამზადო, ხა მე დიდი იმით არ გამოვრჩევი, მაგრამ ფანტაზია მყოფნის. ერთი სული მაქვს, ბოსტანს ისევე როგორ თავიდან დავთესავ და როგორ დის მექნება ჩემი კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ბულგარული და ყველაფერი რაც დაგვჭირდება, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ეს ტომატ, აი იქიდან რო კაცი ჩამოვა ეზოში და ეს ეზო რო გალამაზებული დახვდება და მასპინძელო რო დაიძახეს და მე აქედან რომ დაუძახებ, მობძანდი ჩემო ბატონო თქო. აი მის გამასპინძლებისთვისაც ერთი სული მაქვს, როდის მექნება
ჩემი და ამეზოს და ფერმის ბოსტნეული. ვაგრძელებთ შრომას აუცილებლად რომ ურჩები ყვებას, მაგრამ ვინმე საბურღი არ ახსენებს. არ მომითმინა გულმა, ხო და? აბატონო. ესე დავასვე მოვყევი. სიმართლე რო გითხრათ, წვერი არ წამითლია, იმიტომ რომ წყალია მოვიდა უკვე ამ ოთხილში და იმ ხელაზე ჩავედი, წყალია მოვიდა და წვერის ეთლა რაღაც უნდა. რამდენიც მაგ დარჩენილი 64 წელსაც დავასვებ და მე ქალბატონებს მივხედოთ. მე იქ რაღაცა გამოანგრიეს და ფიცი არ უნდა მევეჯედო და ამასობაში კიწავალ სახში საათს დავხედოთ რომელია ბოლოს და ბოლოს თვალი აუდგეს ევროპას 6 საათი წუთია. დღეს არ აგვიშავს ბატონო კორნელი. არხის გამოწერა და გავიწყდეთ. მნიშვნელოვანია ეგ ამბავი ჩემთვის. როგორც სტიმულის თვალსაზრისით, ასევე ფინანსურად. თუ ჯერჯერობით ფინანსურად მხოლოდ სტიმულია, მაგრამ რა ვიცი, ამბობენ გამოსორდება. ეს ხი დავიწყეთ და ტყებლის ხი დავამთავრეთ. როგორც კვანძის შეკვრა და გახსნა და მთელი ამბავი ერთი სიტყვით. 7-5 წუთია. საღამოს ცოტა დრო არის. ისე არ ვიცი ეგ რა ფენომენია, მაგრამ რაღაც მეუბნება რომ კიდე იყო დრო და კიდე გემუშავაო, მაგრამ ხოდა. ყველას მშვიდობიანი საღამო, როგორც კი ავალ ამ ვიდეოს დავამონტაჟებ და დავდებ, არქის გამოწერა და გავიწყდეთ. კომენტარები, კითხვები რამე თუ გაქვთ, მე ვფიქრობ რომ შევადგით, რომ შევისვენებ იქ წავიკითხავ ხოლმე და თქვენს აუცილებლად გაგაგებინებთ პასუხებს და შესაბამისად ყველაფერი როგორც ერთი უკვე ბერმონაზონი ჩემი მეგობარი იყო და იტყვის ალბათ კერკეთის ამებაზე ხა მაგას ამ ვიდეოს ვერ ნახავს უბრალოდ თვითონ ყველაფერი კარგად კი არ იქნება, ყველაფერი კარგად არის. მშვიდობიანი საღამო.